Სანამშვიდობის მოგესალმებით YouTube-ზე დვალიშვილთან ვიდრე დღევანდელ ვიდეოზე დავიწყებდი საუბარს, რომელიც მინდა რომ შემოგთავაზოთ. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორია კომპანია ვიტამინი, სპორტული საკვები დანამატები და ვიტამინები, ასე რომ ადამიანები, რომლებიც ხართ სპორტული ცხოვრებით დაკავებული, აუცილებლად მიმართეთ ვიტამინი G-ს და თქვენ კიდევ უფრო მაგრა განვითარდებით. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, დღეს ვისაუბრებთ წყალბურთის შესახებ და კონკრეტულად ერთი ტურის ცენტრალური შეხვედრის შესახებ, რომელშიც ერთმანეთს აპოლო და დინამო დაუპირისპირდებიან. აქამდე მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ეს ორი გუნდი იყო, რომელიც უდანაკარგოდ მიყვებოდა ჩემპიონატს, თუმცა მას შემდეგ, რაც აპოლომ დაამარცხა თბილისის დინამო, დღეს უდანაკარგოდ მხოლოდ აპოლოა. გუნდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, გახდა ქვეყნის ჩემპიონი და შემდეგ უკვე მონაწილეობა მიიღო ევროტურნირებზე. ევროტურნირები ჯერ კიდევ წინ აქვს აპოლოს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. იქამდე კი დღევანდელი შეხვედრა და დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა, ძალიან პრინციპული მეტოქეების, ძალიან პრინციპული დაპირისპირება. სულ მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები სამჯერ ხვდებიან ერთმანეთს. აპოლოს დღეს გამარჯვება უკვე ერთი გამარჯვება აქტივში დინამოსთან უკვე აქვს. თუ კი აპოლომ დღეს შეძლო და დინამო დაამარცხა მეორე შეხვედრაშიც, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად აპოლო ჩემპიონია. თუ სადმე ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვა. მნიშვნელოვანი და გაუთვალისწინებელი, რადგან ურთიერთშეხვედრებში ორი მოგება უკვე აპოლოს აძლევს პრაქტიკულად იმის გარანტიას, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდი უკვე მეორედ გახდეს. აპოლოსა და დინამოს დაპირისპირებით ეროვნული პირველობის მეორე წრე დასრულდა და მარტამდე სპორტის ამ სახეობაში საკლუბო დონეზე პაუზამ დაისადგურა, თუმცა იანვარში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე მოუწევს ქვეყნის ღირსების დაცვა და აპოლოსა და დინამოს რამდენიმე წყალბურთელიც ერთად დადგება საქართველოს ჰიმნზე, მაგრამ ეს იქნება სერბეთში გასამართ ევროპირველობაზე და სანაკრებო ბატალიების დროს. იქამდე კი საკლუბო დონეზე წყალბურთელთა რიგით მეორე დაპირისპირება ოლიმპიკის აუზზე შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ქართულ წყალბურთში აპოლოსა და დინამოს ორთაბრძოლა ალბათ ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ორივე გუნდის გულშემატკივართა აქტიურობიდან გამომდინარე წმინდა სპორტული თვალსაზრისით დაძაბულობა აუზშიც და ტრიბუნაზეც თანაბრად ნაწილდება. ასე იყო ამჯერადაც. ამ გუნდების პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე, როცა აპოლომ პრინციპული მეტოქი ხუთბურთიანი სხვაობით 16-11 დაამარცხა და ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საკმაოდ ნაყოფიერი სერბული შეკრებიდან, ბევრი ისევ აპოლოელთა გამარჯვებას ვარაუდობდა და ეს ასეც მოხდა, თუმცა ამ მოგების მოპოვება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ რთულ ბრძოლაში მოუწია. თამაშის პირველი პერიოდის საწყისი წუთები თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და თითქმის ორივე გუნდი მაქსიმალური სიფრთხილითა და ნაკლები გაუმართლებელი რისკის ხარჯზე ცდილობდა მიზნის მიღწევას. ამასობაში 5-6 წუთიც ისე მიილია, რომ ტაბლოზე უგოლო ფრე იყო დაფიქსირებული და ეს მეტწილად ორივე გუნდის მეკარის კარგმა თამაშმაც განაპირობა, რადგან მთელი მატჩის მანძილზე როგორც აპოლოს, ისე დინამოს კარის მცველი მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველი პერიოდი დინამოელთა ორბურთიანი უპირატესობით 2-0 დასრულდა. მეორე პერიოდში კი აპოლომ თამაში გარდატეხის შეტანა მოახერხა და საბოლოო ტაიმი 5-4 მოიგო. ის რომ აპოლოსა და დინამოს მორიგი დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში წარიმართებოდა და საინტერესო და დაძაბული იქნებოდა, ამის მოლოდინი ყველას ჰქონდა და ამაზე მეტყველებს პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირებული ანგარიში ტაბლოზე 5-4 აპოლოს ასარგებლო. თუმცა სანამ აქამდე მივიდოდით, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ მატჩის სტარტი იმდენად დაძაბული იყო, რომ დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე იყო აღნიშნული. პირველი პერიოდი დინამომ 2-0 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდში გარკვეულწილად აპოლომ გარდატეხა შეიტანა და ტაიმი საკუთარი უპირატესობით, ერთბურთიანი სხვაობით 5-4 დაასრულა. ახლა იწყება მესამე პერიოდი და შესაბამისად მეორე ტაიმი და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლის და განსაკუთრებით დაძაბული დასასრულის მოლოდინი უნდა გქონდეს. განსხვავებით პირველი მატჩისგან დინამომ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია აპოლოს და ეს ანგარიშზეც აისახა.
დაძაბულობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაიზარდა და ისიც ნათელი გახდა, რომ არც ერთი გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებდა. მით უმეტეს დინამო, რადგან ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სწორედ ეს ორი გუნდია ჩართული. ჯამში აპოლოსა და დინამოს ერთმანეთში 3 მატჩი უნდა ჩაეტარებინათ, აქედან პირველი აპოლოს გამარჯვებით დასრულდა და მეორეში აპოლოელთა წარმატება უკვე დინამოსთან 6-ქულიან უპირატესობას აჩენდა. ეს კი პრაქტიკულად ჩემპიონის ვინაობის გამოვლენის ტოლფასი იყო. ამიტომ როგორც დინამო, მისი აპოლომაც ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს გამარჯვების საშუალება არ მისცა. დინამო უფრო მეტი კონცენტრაციით გამოვიდა ამ თამაშზე და მოკლედ ყველა გუნდს აქვს ესეთი დღე, რომ მოდუნებული და ცუდი დღე არის მისთვის, მაგრამ მაინც შევძელი ძალღონე მოვიკრიბე და ეს თამაშიც მოვიგეთ. ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ მეორე თამაშიც მოვიგეთ და 2 წრის ჯამში უდან კარგოთ მივიწევთ წინ. მაგრამ რასაც ველოდით, იმაზე ბევრად ძიმე თამაში აღმოჩნდა და ძალიან სანერვიულო იყო მოკლედ. და ვიცდებით, რომ მომავალში არ გამეორდეს ეს შეცდომები, იმიტომ რომ თებერვალში საფრანგეთში მივდივართ, კოფერეც გავსვე, როგორც იცით, და ეს შეცდომები ხელს ნამდვილად არ მოგცემს ამ თამაშებზე. ამიტომ ვიცდებით ყველაფრის გამოსწორებას. ჩვენ ვიცოდით, რომ წინა მატჩთან შედარებით ეს თამაში უფრო რთული იქნებოდა და მეტოქე უკეთ მოემზადებოდა, ამიტომ ამისთვის მზად ვიყავით. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს ბევრი შეცდომა დაუშვით. ცოტა ნერვიულობაც იგრძნობოდა, გარკვეულ მომენტებში ჩქარობდით. პირველ შეხვედრაში ანგარიში 16-11 იყო, დღეს კი სხვაობა მხოლოდ 1 გოლია. ამ თამაშის დასაწყისი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. მთლიანობაში კი კმაყოფილი ვარ. ფიქრობ, რაც ყველაზე მთავარია, გუნდურად ვითამაშეთ. უმძიმესი თამაში გამოვიდა და ამის შესახებ ჩემს მოთამაშეებს ვაფრთხილებდი, რადგან ვიცოდი, რომ დინამო ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული განწყობით მოემზადებოდა. თამაში საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რამაც გულშემატკივრებს წყალბურთის ზეიმი მოუწყო, სპორტსმენებს კი დამატებითი ადრენალინი შემატა. ეს სპორტია და შეცდომები ყოველთვის იქნება. აუცილებელია მუდმივად ვიმუშაოთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე და შედეგიც ნამდვილად დადგება. მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეგო და მოვიგეთ, რისთვისაც მადლობა ყველას. ჩვენ ყველა შეხვედრაში ვცდილობთ გამარჯვების მოპოვებას და სეზონის ბოლომდე წყალბურთის საინტერესო მოგზაურობა გველის. მადლობა მინდა უთხრა გულშემატკივარს და რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებ იმ წყალბურთელებს, რომლებსაც იანვარში ევროპირველობაზე მოუწევთ თამაში. აპოლომ მოიგო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელთა მოთხოვნა მაღალი მიზნების მიღწევაზე გაკეთებული აქცენტია და ამისათვის ყველაფერი კეთდება, რაც ქართული წყალბურთის რეალობაში აქამდე პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა. ინვესტიცია, პირობები, შეკრებები და ყველაფერი, რაც სრულფასოვანი სასწრაფო პროცესისთვის არის საჭირო. შედეგი არის, თუმცა მოთხოვნილება და სურვილი გაცილებით მეტია. თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და გამარჯვების მოპოვება არა ინდივიდუალურ, არამედ გუნდური პრინციპის ხარჯზე უნდა მოხდეს. ამ სცენარის გარეშე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება, მით უმეტეს, რომ თებერვალში აპოლოს მონპელიეში გასამართი ევრო ტურნირი ელის. სწორედ ამიტომ გუნდში გაძლიერების პროცესი გრძელდება და ამ ხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ანონსდება და უკვე ხორციელდება კიდეც. ამის პირველი ნათელი მაგალითი ანდრო ბითაძესთან გაფორმებული ხელშეკრულებაა. ორმაგად უფრო ბედნიერი ვარ, რომ შევერთდი ისეთ ქართულ გუნდს, როგორიც არის აპოლო, რომელსაც ფიქრობ აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ გახდეს ევროპაში ერთ-ერთი თუ არა საუკეთესო გუნდი და მჯერა ამ გუნდის და მჯერა, რომ ესეთი მენეჯმენტით ამ სეზონში თუ არა, რამოდენიმე სეზონში, როგორც სჭირდება სპორტს, რა თქმა უნდა, განვითარებისთვის, ჯერა რომ უმაღლეს მწვერვალებამდე მივალთ და ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ, რომ ჩემი წვლილი შემიძლია შევიტანო ამ გუნდის განვითარებაში. როცა გარემოც, გუნდელებიც, თვითონ გუნდი და სიტუაცია არის კარგი და ყველანაირად ხელს გიწყობენ და მიზნები, რაც მთავარია სპორტსმენისთვის არის მთავარი მიზანი. ხო, ის ჩემპიონობა, როცა მოთამაშის და გუნდის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, უკვე 10 მაგად უფრო მეტი მოტივაციაც გაქვს, უფრო ბედნიერი და უფრო ენერგიული ხარ ვარჯიშებზე და თამაშებზე და ეს საერთო მიზანი პლუს გაერთიანებთ მთლიანად გუნდს. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღო შენ თავზე და გაუმკლავდე, მაგრამ მანდ იცი, რომ მარტო არ ხარ, ეს გუნდური სპორტების დიდი პლუსი არის და იცი, რომ ყავს გვერდში მენეჯმენტი, გუნდი, მწვრთნელი, მთლიანი სტაფი და ერთად ეჭიდებით ამ სირთულეებს და ამ საერთო მიზნებისგან დიხვწვით ერთად.